დღეს ჩვენს გადაცემას მასპინძლობს ბაზარი და სწორედ ამ სივრცეში ჩვენი სტუმარი იქნება ბაია სალუქვაძე, კომპანია GPR-ის, Agritrade-ის, ასევე Bluebird-ის თანადამფუძნებელი და მიმოვიხილავთ როგორც მოცვის, ასევე თხილის ინდუსტრიას საქართველოში როგორ ვითარდება ეს ბიზნესები და რა პერსპექტივა აქვს საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრების მიმართულებით. ბაია, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, სტუმრობისთვის ჩვენთან იმ სივრცეში, რომელიც დაგვითმო ბაზარმა. უპირველესად მინდა რომ სანამ ასე ვთქვათ, წლევანდელ იმ დაგეგმილ ღონისძიებებს მიმოვიხილავდეთ, რომელიც როგორც ადგილობრივი წარმოების, ასევე საექსპორტო მიმართულებით გაქვთ და გავშლით ამ თემას. მინდა რომ წელი შევაჯამოთ ორივე თვალსაზრისით, რა შედეგებით დაიხურა გამომდინარე იქიდან, რომ ექსპორტზე ხართ ძირითადად ორიენტირებული, როგორი იყო, ასე ვთქვათ, ის ამონაგები, რაც მიიღეთ საბოლოო ჯამში ქვეყნის ფარგლებს მიღმა გაყიდვიდან. გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის, დილამშვიდობისა. თხილის ჭრილში შემიძლია ვისაუბრო ამ წლის მოსავალზე, რომელიც საკმაოდ დროულად დავაბინავეთ აგვისტოს თვეში, სექტემბრიდან დაგვეწყო აქტიური ექსპორტი. დაახლოებით დღევანდელ დღემდე, აგვისტოდან აპრილის ჩათვლით, დაახლოებით 14,000 ტონა თხილი გვაქვს დაექსპორტებული საქართველოს მასშტაბით, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით მატება გვაქვს. აქტიური იყო ტრადიციული ბაზრები ევროპის მიმართულებით, აგრეთვე გავაფართოვეთ რამდენიმე ევროპული ახალი ბაზარი, სადაც მოვახდინეთ გაყიდვები. რომელი ბაზრები დაემატა? საინტერესოა. დაემატა უფრო მეტად ბოლო 2 წელია აქტიურია ესპანეთის ბაზარი, აქტიურია პოლონეთის ბაზარი ევროპის მიმართულებით, აგრეთვე აზიის მიმართულება ნელ-ნელა გვემატება, რაც ძალიან სასიხარულოა, რადგანაც აუცილებელია, რომ დივერსიფიკაცია მოვახდინოთ ჩვენი ბაზრების. ფასების ჭრილშიც იყო საკმაოდ სტაბილური ფასი და აგრეთვე მზარდი მოთხოვნა, რამაც გამოიწვია ის, რომ თვიდან თვემდე ექსპორტი ძალიან აქტიურად მიმდინარეობდა. სრულად 100% გადის თხილის შემთხვევაში ექსპორტზე? ფაქტიურად იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში თხილის მოხმარება არის ძალიან დაბალი, თქვათ განსხვავებით ნიგვზისა, რომელიც ქართულ ტრადიციულ სამზარეულოში პოპულარულია და მისი მოხმარება ძალიან დიდია. თხილი ფაქტიურად 95% ექსპორტზე ბინავდება ექსპორტიორი კომპანიების მიერ. ჯერ კიდევ დაგვრჩა 2 თვე. ვფიქრობთ, რომ მაისი, ივნისის თვეში ამოვწურავთ უკვე ამ წლის მოსავალს და ველოდებით უკვე მომდევნო წელს მოსავალს, ანუ შევდივართ ბაღებში, ვნახულობთ, ჯერჯერობით ცოტათი ადრე არის გავაკეთოთ პროგნოზები, თუმცა იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლის სეზონზეც კარგი ხარისხიანი თხილს მივიღებთ მოსავლის კუთხით და შევძლებთ უკვე ხელმეორედ დაბინავებას. მინდა რომ ექსპორტის თემა ამოვწუროთ, სანამ ადგილობრივ წარმოებაზე გადავიდოდეთ. თქვენ ახსენეთ, რომ მათ შორის ახალი ბაზრებით გაჯერდა თქვენი საექსპორტო გეოგრაფია და ამ ბაზრების ჭრილშიც და ზოგადად რა სეგმენტზე ხართ იქ გათვლილი? ყავთ უკვე პარტნიორები, ძირითადად საცალო რეალიზება არის მათ შორის B2B თანამშრომლობა თუ როგორ პოზიციონირებთ? თხილი თვითონ თავისი ბუნებიდან გამომდინარე არის ეგრეთ წოდებული ინგრედიენტი, რომელიც ყველაზე მეტად მოიხმარება თქვათ სხვადასხვა წარმოებაში, როგორც არის შოკოლადი მაგალითად. აქედან გამომდინარე ევროპული ბაზრები არის ჩვენთვის სტაბილური ბაზრები, სადაც მოხმარება სტაბილური არის, გამომდინარე იქედან, რომ მდებარეობს თქვათ შოკოლადის მწარმოებელი კომპანიები იტალიაში, გერმანიაში და ასე შემდეგ. ყავს ჩვენ შემთხვევაში საკმაოდ ფართოდ ვართ წარმოდგენილები რეალიზაციის კუთხით და რასაკვირველია ყავს როგორც შოკოლადის კომპანიები, რომლებიც მოიხმარენ ჩვენს მიერ წარმოებულ თხილს, ყავს ეგრეთ წოდებული ფექერები, რომლებიც უშუალოდ საცალო ბაზრებზე ახორციელებენ თხილეულის შეფუთვას, ყავს დიდი დისტრიბუტორები, რომელთანაც გვაქვს დიდხნიანი ურთიერთობა და რასაკვირველია სტაბილურად ვაწვდით ჩვენს მიერ წარმოებულ თხილს.
ფასი შენარჩუნდა ხო, როგორც აღნიშნეთ? კი, ფასი გამომდინარე იქედან, რომ მოთხოვნა საკმაოდ აქტიური იყო წელს, განსაკუთრებით ევროპული ბაზრებიდან, ექსპორტის დინამიკაც კარგი იყო და ფასი შენარჩუნებული იყო სტაბილურად მაღალი. აი, როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი გამოწვევები გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ შეიძლება ვთქვათ ახალ ბაზრებს ითვისებთ და იმყარებთ პოზიციებს, თუმცა მეორე მხარეს არის ის რეალობა, რომ ერთ დროს, ასე ვთქვათ, ტოპ 5-ით და ტოპ 10-ით ჩვენი მთავარი საექსპორტო პროდუქტი ნელ-ნელა უკან გადადის და აღარ არის ხო ამ სიაში. არ ვიცი, აი, როგორ აფასებთ ბაზარზე არსებულ ვითარებას და ამ რეალობას? ეს არის სამწუხარო რეალობა, გამომდინარე იქედან, რომ საქართველოში არ გვაქვს მზარდი ახალი ბაღების გაშენების ტენდენცია. ბოლო 9 წლიან ჭრილში დაახლოებით თუ არ მეშლება 1200 ჰექტარამდე ახალი ბაღი შენდება, რომელიც რასაკვირველია არ არის ცუდი მაჩვენებელი, თუმცა არ არის დამაკმაყოფილებელი მაჩვენებელი. გამომდინარე იქედან, რომ ქართულ თხილს პოტენციალი ნამდვილად დიდი აქვს, რაც უფრო მეტად მოხდება ახალი ბაღების გაშენება, უფრო მეტი ნედლეული შექმნა ადგილობრივ ბაზარზე, რასაკვირველია შევძლებთ, რომ ყველა ეს მოსავალი დავაბინაოთ, აქედან გამომდინარე, ყველაზე დიდი გამოწვევა რჩება ის, რომ მეტი ახალი ბაღი გაშენდეს, რა თქმა უნდა, უფრო კომერციული, რა თქმა უნდა, უფრო მეტად ტექნოლოგიურად კარგად აღჭურვილი, რაც ხელშეუწყობს საბოლოო ჯამში პოპულარიზაციას ქართული თხილის. რადგანაც, როგორც აღნიშნეთ, რუკაზე ნელ-ნელა უკან მოვდივართ იმ პირობით, რომ სხვა მწარმოებელი ქვეყნები ზრდიან თავიანთ მოსავალს, ვითარდება თხილის ბაზარი მათთან და ჩვენთან კიდევ დაახლოებით ერთ ეტაპზე რჩება. ვფიქრობ, რომ წელს საკმაოდ კარგი წელი იყო ფერმერებისთვისაც, რადგანაც ვფიქრობ, რომ მათთვის სარგებლიანი იყო ჯამში ის ფასი, რომელიც ვთქვათ ჩვენ შემწყიდველმა კომპანიებმა მივაწოდეთ და ეს იქნება ალბათ ერთ-ერთი ბიძგი მათთვის, რომ განავითარონ უფრო მეტად, კიდევ უფრო მოუარონ მათ ბაღებს, რომ უკეთესი ხარისხი მიიღონ და ვფიქრობ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და ეს ბიძგი იქნება იმისთვის, რომ მეტი ბაღი გაშენდეს. რა ნიშა უნდა დავიკავოთ საერთაშორისო ბაზარზე, იმიტომ რომ თხილის წარმოება ხო, ასე ვთქვათ, არ ახალია, მაგრამ როგორი უნდა ვაწარმოოთ იმისთვის, რომ საინტერესოები და მიმზიდველები ვიყოთ? კი, სამწუხაროდ იქიდან გამომდინარე, რომ ისევ რაოდენობასთან მივდივართ, ჩვენ არ გვაქვს ის რაოდენობა საქართველოში თხილის მოსავლის, რომელმაც შეიძლება საერთოდ გავლენა მოახდინოს სოფლიო ბაზარზე და მოგეხსენება თურქეთი არის ლიდერი ექსპორტიორი და მწარმოებელი ქვეყანა, რომელსაც გააჩნია თხილი და ის ფლობს დაახლოებით 70%-ს მთლიანი ბაზრის, რაც უყურველია მივყვებით ჩვენ მოთხოვნა მიწოდებას და მივყვებით აგრეთვე თურქეთის მიერ გამოშვებულ ფასს. ნიშა რასაკვირველია უნდა დავიჭიროთ ის, რომ მეტი პოპულარიზაცია გაუწიოთ ყოველთვის ქართულ თხილს, ანუ ვთქვათ, რომ ის არის ხარისხიანი, ამაზე რასაკვირველია უნდა ვიზრუნოთ ყველა ექსპორტიორმა კომპანიამ, რომ ვაწარმოოთ და მივუახლოვოთ სტანდარტებს ყველა ლოტი, რომელიც იქნება გაშვებული ევროპაში თუ სხვა ქვეყნებში. ნიშა ვფიქრობ უკვე დაკავებული გვაქვს, იმიტომ რომ გვაქვს ჩვენ ტრადიციული ბაზრები, რომელზეც ყიდით, თუმცა რასაკვირველია, რაც უფრო მეტად განვითარდება საქართველოში თვითონ სეგმენტი, მეტი შესაძლებლობა გვექნება ჩვენს, რომ კიდევ უფრო ახალ ბაზრებზე გავიდეთ. სამწუხაროდ ყოველთვის შეხვედრებზე, სხვადასხვა კონფერენციებზე გვიწევს სხვადასხვა ქვეყნების შემწყიტველებთან იმის მტკიცება, რომ ქართული თხილი ნამდვილად არის ხარისხიანი. ჩვენ ამის პოპულარიზაცია უფრო მეტად გვჭირდება, რომ მეტად სჯეროდეთ მათ, რომ სტაბილურად შეგვიძლია საქართველოს თხილის ჭრილში ყოველთვის ვაწარმოოთ მაღალ ხარისხიანი პროდუქცია. ესე იგი, ჩვენი კონკურენტული უპირატესობის განსაზღვრელი ჯერ არის ხარისხი და მერე ფასი და სხვა დანარჩენი, ხო? ამ შემთხვევაში იაფი თხილის მიმწოდებელ ქვეყნად არ პოზიციონირებს საქართველოს შედარებით სხვებთან შედარებით ბიუჯეტი. ყოველთვის ფიქრობენ, რომ ქართული თხილი არის ალტერნატივა, ეს რასაკვირველია სამწუხაროა, თუმცა ჩვენ შემთხვევაში ჩვენ პირადად ყოველთვის საუბრობთ, რომ ეს არ არის ალტერნატივა, ეს არის სხვა წარმოშობის ქვეყანა, საიდანაც შეგიძლიათ თქვენ რასაკვირველია იმ რაოდენობებს ჩვენ ვერასდროს ვერ დავაკმაყოფილებთ, რომელიც ვთქვათ ყველაზე მსხვილ შოკოლადის წარმოებლებს სჭირდებათ გრძელვადიან კონტრაქტების ჭრილში, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ჩვენი წილი დავიჭიროთ აუცილებლად მათ შესყიდვებში.
რა რეალობა გვაქვს უკვე მოვლის ნაწილში და მათ შორის ამ სექტორშიც ხშირად საუბრობდნენ, რომ იყო კადრების დეფიციტი, არ იყო კვალიფიციური სამუშაო ძალა, ტექნიკაც, ასე ვთქვათ, არც თუ ისე გქონდა ათვისებული, როგორც შეიძლება რომ გქონდეს თანამედროვე ტექნოლოგიები, თქვენი გადმოსახედიდან თუ შეიცვალა უკეთესობისკენ ეს? იცით რა, ვფიქრობ, რომ თხილი იმდენად ტრადიციულია ქართველებისთვის და ჩვენთვის, ფერმერები საკმაოდ კვალიფიციურები არიან, თუ როგორ უნდა დააბინაონ მოსავალი, როგორ უნდა მოხდეს მისი შრობა და შემდგომ უკვე წარმოების ჭრილში საკმაოდ გვაქვს გამოცდილება. რასაკვირველია, ეს ერთ წელში არ მოსულა. ჩვენ მაშინ, როდესაც შემნახველი საწარმოების პოპულარიზაცია უფრო მეტად მოხდა და შეიქმნა ახალი შემნახველი საწარმოები, ამანაც ხელი შეუწყო, რომ თხილის დაბინავება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იყო, რომ არ გაჩენილიყო აფლატოქსინი და მანქანები ხშირად გვიბრუნდებოდა, ამ პროექტმაც ხელი შეუწყო და ფერმერების ცნობიერება უფრო მეტად ამაღლდა. რასაკვირველია, ჩვენ გვაქვს ისევ ფაროსანას პრობლემა, რომელიც არაფრით არ უნდა დაგვავიწყდეს და მუდმივად გვიწევს ფერმერებთან ურთიერთობა და იმის დაჯერება, რომ მათ აუცილებლად უნდა მოუარონ თხილის ბაღებს, ვინაიდან ეს არ არის ერთწლიანი კულტურა და თუნდაც ერთი წლის ჭრილში, თუნდაც ვერ მიიღონ კარგი მოსავალი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კარგი მოვლის პირობებში მეორე წელს სარგებლიანი არ იქნება. კომერციული ბაღების და ბაღების გაშენების ჭრილში რასაკვირველია ვისურვებდით, რომ მეტად კომერციული ბაღები გაშენდეს. გვაქვს ჩვენ აუთვისებელი მიწები ის აგრეთვე შიდა ქართლის ტერიტორიაზე, გვაქვს კახეთის ტერიტორიაზე, რომლის ათვისებაც შეიძლება და კარგი იქნება თუ კი გავზრდით მოსავალს იგივე. ირიგაციის კუთხით გამართული ბაღები, მოვლის კუთხით გამართული სწორი მენეჯმენტი, რომელიც საბოლოო ჯამში აისახება მოსავლის ხარისხზე და მის ფასზეც. ფაროსანა რამდენად ასე ვთქვათ იგივე მასშტაბით არის, რამდენადაც იყო ის წლების წინ და იყო ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ამ სექტორში, ხო და ძირითადად ისევ დასავლეთ საქართველოსკენ მივყავართ აი ამ გამოწვევას. კი, დასავლეთ საქართველოში მძინვარებდა ფაროსანას პრობლემა 2016-17-18 წლებში, მაშინ, როდესაც ფაქტიურად გაგვინახევდა მოსავალი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა და ახდენს გამოსავლიანობაზე და ფაქტიურად მივიღეთ ნახევარი მოსავალი. ყველაზე მძიმე წლები ვქონდა მაშინ ექსპორტიორებსაც, რადგანაც ვერ ვაკმაყოფილებდით ვერანაირად მოთხოვნებს, რომელიც მოდიოდა იგივე ევროკავშირის ქვეყნებიდან და ვეღარც ვაჯერებდით უკვე მათ, რომ შეიძლებოდა აი ამ პრობლემის ჭრილში კარგი ხარისხის თხილი გვეწარმოებინა, თუმცა დღეს იგივე აფლატოქსინის კუთხით ფაქტიურად არ არის მოbrunებები, რაც ძალიან სასიხარულოა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანამ მოახერხა და მოვლა დაბინავება და შენახვის პირობები საკმაოდ გავმართეთ. ფაროსანა დღეს ისევ რჩება, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ თუნდაც ერთი წამლობა უნდა გამოვტოვოთ, აუცილებელია ყველა ის წამლობა, რომელიც დასაგეგმია ფაროსანას წინააღმდეგ, ყველა ფერმერმა დროულად ჩაატაროს, რაც ხელს გვიწყობს, რომ შევამციროთ გამოწვევა, თუმცა ის მაინც ჯერჯერობით ჩვენთან რჩება. და აქვე თქვენი შეფასებას ძალიან საინტერესო იქნებოდა წელს უკვე გაცხადებული გეგმით 23 მილიონს დავხარჯავთ თხილის სუბსიდირებაზე. რამდენად ეფექტიანად მუშაობს ეს მექანიზმი და რამდენად არის პროპორციულად თანაფარდობაში ის შედეგი, რასაც გაღებული თანხით ვიღებთ? ვფიქრობ, რომ ზოგადად ესეთი წახალისებები მნიშვნელოვანია ფერმერებისთვის, გამომდინარე იქედან, რომ მათ უფრო მეტად იზრუნონ ბაღის მოვლაზე და იცოდნენ აუცილებლად, რომ რაც უფრო მეტად მოვლიან ბაღს, მათი ამონაგები უკეთესი იქნება. მეორე საკითხია, თუ რამდენად გაკონტროლდება ეს სუბსიდირება, რამდენად სწორად იქნება ფერმერების მიერ გამოყენებული, რადგანაც ჰქონდა საკმაოდ ცუდი პრაქტიკა პირველ წლებში, მაშინ როდესაც გამოვიდა პროექტი, გვსმენია ბევრი ინფორმაცია და ვფიქრობ, რომ წელს ალბათ უფრო მზად არის სახელმწიფოც, რომ მეტი კონტროლი გაუწიოს იმას, თუ რომ სწორად მოხმარდეს ეს სუბსიდირება უშუალოდ თხილს. რა თქმა უნდა, ეს აუცილებელია. კი ბატონო, და უკვე წლევანდელ მოლოდინებზეც ვისაუბროთ, ჯერ ადრეა, მაგრამ აგვისტოც ნელ-ნელა პრინციპში გვიახლოვდება და შესაბამისად მოცულობითი რაოდენობით იგივე, ასე ვთქვათ, საექსპორტო ღირებულებების თვალსაზრისით ფასების ალბათ გადახედვა გიწევთ ხოლმე ამ პერიოდში, რა მოლოდინი გაქვთ? ჯერჯერობით ჩვენ ისევ მიმდინარე სეზონის თხილს ვაწარმოებთ.
ახალ სეზონს რაც შეეხება, გვაქვს საკმაოდ ცუდი ამინდები იმ ჭრილში, რომ ცვალებადია დღე და ღამე ტემპერატურა და გრადუსის ცვალებადობა საკმაოდ მაღალია. გვქონდა მარტის თვეში ყინვის დღეებიც, თუმცა ვფიქრობთ პირველადი დაკვირვებით დიდი ზიანი არაფერი არ მოუყენებია ჩვენთვის. უფრო მეტ დაკვირვებას ვახორციელებთ დაახლოებით ივნისის თვეში, ივნისის ბოლოს შევდივართ უკვე ბაღებში, როდესაც ჩამოყალიბებულია სრულად ხილი, ფორმირებულია ნაყოფი და შეგვიძლია ვთქვათ და დავთვალოთ უშუალოდ რა მოსავალი გვაქვს. ამ ეტაპზე ზოგადად თურქეთშიც იყო სიცივეები, ყინვები, რამაც რაღაც რაოდენობა თხილი დააზიანა. საერთაშორისო ბაზარი საკმაოდ შეიცვალა ბოლო პერიოდში, თუმცა ამ ეტაპზე დასტაბილურდა გამომდინარე იქედან, რომ მაინც არის ის რაოდენობა, რომელიც მოხმარება შესაბამება. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ივნისის ბოლოს შეგვიძლია უფრო მეტად ვისაუბროთ მომავალი სეზონის ხარისხზე, მაგრამ რაოდენობის კუთხით შეგვიძლია ამ ეტაპზე ვთქვათ, რომ დაახლოებით იგივე გაუტეხავით ხილის პირობებში 45,000-48,000 ტონა თხილს მივიღებთ მომავალ სეზონს. კი ბატონო, და გადავიდეთ უკვე მოცვზე და მოცვის თვალსაზრისითაც რა შედეგებზე არის დღეს თქვენი კომპანია გასული და როგორც მოცულობით, ასევე ღირებულებით თვალსაზრისით და ცხადია საექსპორტო გეოგრაფიის ნაწილში. მოცვი რასაკვირველია შედარებით ახალი კულტურა ქართული ისტორიისთვის. ჩვენ ყველამ დაუშვით შეცდომები, მაშინ როდესაც პირველ ბაღებს ვაშენებდით. სხვადასხვა მიმართულებით ეს იქნებოდა ნიადაგის შერჩევა, ეს იქნებოდა მისი მომზადება დასარგავად, ეს იქნებოდა უშუალო და ენერგების სელექცია თუ ასე შემდეგ. თუმცა დღეს ვფიქრობ, რომ სექტორი უფრო მეტად განვითარებულია. ჩვენ ყველა ერთად ვზრუნავთ იმაზე, რომ უფრო მეტი ტექნოლოგიები დავნერგოთ, როგორც პირველადი წარმოების კუთხით, აგრეთვე დამუშავების კუთხით. ჩვენ შემთხვევაში გვაქვს ბაღები, რომელიც მუდმივ მოვლის პირობების ქვეშ არის. აგრეთვე ვითარდებით და ვცდილობთ ახალი ბაღები გავაშენოთ, რადგანაც მნიშვნელოვანია ახალი ჯიშების შემოტანა ქვეყანაში, რომელიც არის უფრო მდგრადი, რომელიც უძლებს ტრანსპორტირებას და ასე შემდეგ. ველოდებით სეზონს ისევ მოცვის კულტურაზე განსაკუთრებით მძიმე დაისახება ის გარემო პირობები, რომელიც შეიძლება ვქონდეს ნალექიანი და წელსამწუხაროდ საკმაოდ წვიმიანი პერიოდები გვაქვს მარტი, აპრილი, მაისის თვეში, რომელიც ხელს უშლის წამლობების დროულად ჩატარებას, რაც შემდგომ ავტომატურად ხარისხი აისახება, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ გვექნება კარგი მოსავალი, უშუალოდ მოსავლის აღების პერიოდში არ გვექნება უხვი ნალექი, რაც მნიშვნელოვანია, რომ დროულად დავაბინაოთ მოსავალი. ექსპორტის მიმართულებით ვფიქრობ, რომ საკმაოდ დიდ ნაბიჯებს ვდგამთ ერთად, მოცვის ექსპორტიორი კომპანიები, იმისთვის, რომ დივერსიფიკაცია მოვახდინოთ ისევ, უფრო მეტად ევროპაში მოვახდინოთ პოპულარიზაცია მოცვის და ვფიქრობ, რომ წელს იქნება იმაზე მეტი ექსპორტი ევროპაში, ვიდრე თუნდაც შარშან გქონდა. ხო, ასოციაციის შარშანდელი შეფასებით იყო თუ არ ვცდები 500 ტონა და გეგმა იყო, რომ 800 ტონამდე მაინც უნდა გაიზარდოს მომდევნო, ანუ 2025 წლისთვის და ცხადია თქვენი თანამონაწილეობაც იქნება ამ ამბავში, თუ ელოდებით, ასე ვთქვათ, მკვეთრად გაზრდილ მოცულობებს ახალი ბაღების ხარჯზე თუ სტაბილურად მიყვება რაოდენობა? არა, რასაკვირველია, მოსავალიც გაგვეცდება, გამომდინარე იქედან, რომ უკვე დარგული ბაღები მოგცემს წელს უფრო მეტ მოსავალს, ვიდრე ვთქვათ შარშან იყო. კი, ველოდებით უკვე არის აქტიურად ევროპული ქვეყნები და როგორც არის გერმანია, მაგალითად როგორც არის ჰოლანდია დაინტერესება, ისინი აპირებენ უკვე სხვადასხვა კომპანიები ჩამოსვლას მაისის თვეში, რათა თვითონ ნახონ, როგორ ვახდენთ ქართული მოცვის. ანუ ამ თვეში ჩამოვლენ? კი, რადგან ჩვენ ალბათ ივნისის პირველ კვირაში უკვე დავიწყებთ კრეფებს, სწორედ ასოციაცია არის, რომელიც ყველაზე მეტ ძალისხმევას დებს იმაში, რომ ზოგადად ქართული მოცვი განვითარდეს და ჩვენ ყველა ერთად ვეხმარებით მათ, რაც შეგვიძლია. ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა
იმ ფონზე რომ მოსავლიანობასაც გავზრდით, რაც ასევე მნიშვნელოვანია როგორც თხილის ჭრილში, ქართული მოცვი თავის ნიშანს დაიჭერს ევროპულ ბაზარზე. ევროპის ბაზარს ახსენებთ და ცხადია, რომ ამ მხრივაც მთავარი ორიენტირი, როგორც სტაბილური და მაღალმწკიდველუნარიანი ბაზარი არის ევროპა და აქ კითხვის ნიშნები არ ჩნდება, მაგრამ ამავე დროს ჩნდება მეორე ბაზარიც, საკმაოდ მზარდი და საინტერესო გალფის ქვეყნების სახით, რომელიც არაერთი მწარმოებლისთვის შესაძლოა, რომ უფრო მსხვილი ბაზარიც არის ვიდრე ევროპა, გამომდინარე ფასის კუთხითაც, იმიტომ რომ ბევრისგან მომისმენია თქვენი სექტორის წარმომადგენლებისგან, რომ უფრო ძვირად ფასობს. რამდენად რეალობას შეესაბამება ეს და რამდენად არის საინტერესო ბაზარი მათ შორის აზიური? როდესაც ევროპაზე ვსაუბრობთ, აქ ყურადღებას ჩვენ როგორც წარმოებელი კომპანია ვამახვილებთ ყოველთვის სტაბილურობაზე. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია შენი პროდუქტი დააბინავო ზუსტად იმ რაოდენობით სწორ ბაზრებზე და შეარჩიოს სწორი შემსყიდველები, რომლებიც სწორად მიიღებენ შენს პროდუქტს. რაც შეეხება გალფის ქვეყნებს, რა თქმა უნდა, მოცვში ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენ ლოჯისტიკა გვაქვს, გამომდინარე იქედან, რომ ვთქვათ, გალფის ქვეყნებში შეგვიძლია გავაგზავნოთ შეფუთული მოცვი მხოლოდ საჰაერო გადაზიდვით, ევროპაში შეგვიძლია გავაგზავნოთ სამანქანო და ეს თუ სხვაობა მაღალია, რასაკვირველია, დიდი წილი უჭირავს ლოჯისტიკას, რადგანაც საჰაერო გადაზიდვები უფრო დიდია. სამწუხაროდ შეზღუდვები გვაქვს საჰაერო გადაზიდვებით გალფის ქვეყნებში, ჩვენ ვთქვათ, ერთჯერადად ერთ რეისზე შეგვიძლია დაახლოებით მხოლოდ ტონანახევრის ან 2 ტონის გადაზიდვა, მაშინ როდესაც ევროპაში შეგვიძლია გაუშვათ თვლიანი მანქანა 10 ტონამდე. შესაბამისად, რასაკვირველია, თავისი უპირატესობები აქვს თავის ბაზრებს და პერიოდულობას აქვს კიდევ მნიშვნელობა მოცვის ჭრილში, რადგანაც როდესაც სეზონი იწყება და დიდი მოსავალი არ გვაქვს, ანუ დაბინავებული არ არის ჯერჯერობით მოსავალი, ფასები მაღალია, იმიტომ რომ დეფიციტი არის მაგ პერიოდში. შემდგომ უკვე, როდესაც დიდი ბაღების კრეფები ხდება, შემოდის უკვე ბაზარი ჯერდება მოცვით, რასაკვირველია, ამ შემთხვევაში ფასების დინამიკა უფრო დაბალია და უფრო მეტად შეგვიძლია ჩვენ მწარმოებლებს ლაბირება მოვახდინოთ, სად უკეთესი ფასის ჭრილში დავაბინავოთ და დავაექსპორტოთ ჩვენი მოცვის პროდუქტი. ცხადია, ესეც არის ალბათ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთზე დამოკიდებულება სამწუხაროდ რჩება დღის წესრიგში. ხო, ამ მხრივ, ასე ვთქვათ, როგორ შეიძლება გასაგებია, რომ ახალი ბაღები, მაგრამ სექტორმა, ზოგადად ინდუსტრიამ როგორ უნდა იმუშაოს მეტად იმისთვის, რომ მოხდეს ბაზრების დივერსიფიკაცია და რაც არ უნდა იყოს, განსაკუთრებით როდესაც ასეთ ბაზარზეა საუბარი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ერთ ბაზარზე არ იყოს მძლავრად ჩამოკიდებული. კი, სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ერთ ბაზარზე, გამომდინარე მისი არასტაბილურობიდან და იმ ისტორიიდან, რომელიც გაგვაჩნია, ვთქვათ, ამ ქვეყანასთან სავაჭრო ურთიერთობაში. რასაკვირველია, თავიდან ბოლომდე უარს ვერ ვამბობთ ამ ბაზარზე, რადგანაც თუ კი ვიპოვეთ სწორი პარტნიორი, შესაძლებელია მათთან მუშაობა, თუმცა თვით მიზანი რასაკვირველია არის ის, რომ გავიდეთ ახალ ბაზრებზე და ევროპა იყოს ჩვენი სტაბილური პარტნიორი მოცვის შემთხვევაში. ჩვენ ვესწრებით ძალიან ბევრ გამოფენას, რომელიც უშუალოდ მოცვის და ხილეულის, ანუ ფრეშ პროდუქტს ეხება. ვაცნობთ ქართულ მოცვს სხვადასხვა შემსყიდველებს, ძირითადად ეს არის ჰოლანდიის, გერმანიის, იტალიის და ასე შემდეგ, იგივე მეზობელი სხვა ქვეყნების, თუნდაც ესეთ ქვეყნების კლიენტებს, რათა სწორედ დივერსიფიკაცია მოვახდინოთ ქართული მოცვის და არ ვიყოთ დამოკიდებული ერთ ბაზარზე. შარშან ესმითი დაიმსხვრა, რაღაც რაოდენობა გავიტანეთ ევროკავშირის ბაზარზე, თუმცა წელს უფრო მეტად ფოკუსირებას ვახდენთ ისევ ევროპაზე, რომ უფრო მეტი მოცვი მათთან წავიდეთ და არ ვიყოთ დამოკიდებული ერთ ბაზარზე. რაოდენობაში რას ელოდებით წელს და ამით დავასრულოთ, იმიტომ რომ დრო აღარ გვაქვს, რა მოლოდინი გაქვს? დაახლოებით 30%-იან, ანუ 30%-იან ზრდას მაინც ველოდებით ჩარშანდელთან შედარებით, გამომდინარე იქედან, რომ ის ბაღები, რომლებიც ჩარშან ვერ იყო მსხმოიარობაში შესული, წელს უკვე დაგვემატება. და ესეც დიდი წელი გავა. ეს დინამიკა გაგრძელდება, რასაკვირველია, მოცვის გაშენება ისევ ხდება და მიხარია ეს ყველაფერი. აქაც შეგვიძლია უფრო მეტად მუშაობა, უფრო მეტი ბაღების დარგვა, უფრო კომერციulis და ვფიქრობ, რომ ექსპორტის რაოდენობა გაიზრდება, რასაკვირველია. ძალიან დიდი მადლობა, ბაია. წარმატება თქვენ ყველა მიმართულებით, რაშიც ხართ ჩართული და როგორც პოზიციონირებთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე და აცნობთ ქართულ პროდუქტს, რაც მთავარია, მაღალმწკიდველუნარიანი
უნარიან ბაზრებს, სადაც წესით უნდა პოზიციონირებდეს ნებისმიერი ქართული ნაწარმი. მადლობა ბაია სალუქვაძე, Agritrade-ის, ასევე GPR-ის და Bluebird-ის დამფუძნებელი, თანადამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად ბაზარის სივრცეში.